მე მგონია რომ ამ პოლიტიკურმა ლიდერებმა თავიანთი არასწორი ქცევების გამო პასუხი აგეს და პასუხს აგებენ ახლაც. არასწორს არ ვიძახი რომ სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან ისინი. არასწორს ვიძახი იმას თუ როგორ მოეპყრნენ ისინი აქციებს. მე არ ვიცი, ზოგი მათგანი დარწმუნებული ვარ შეთანხმებითაც კიზის ციხეში, ოღონდ ახლა ყველაზე ამას ნამდვილად ვერ იტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი ხაზარაძეს მართლა რა უღირდა ციხეში ჯდომა, მაგრამ ფაქტია რომ არაფერი არ იცვლება. ანუ ხაზარაძეს ტელევიზიაშიც არაფერი არ იცვლება. ანუ გეგონება რომ ხაზარაძეს უნდა ჯდომა ციხეში, პირიქით მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ბევრი ხმაური არ მოყვეს მის ციხეში ჯდომას. ჩემთვის ეს ძალიან, როგორ გითხრათ, ძალიან მკაფიო ნიშანია იმისი, რომ არავინ დაცულები არა ვართ. ანუ აქამდე შეიძლება არანაირი დაცულები არ ვიყავით, მაგრამ აქამდე მაინც გვიცავდა ის, რომ რაღაცა ბიძინას თავში რაღაცა მოსულა, რაღაცა არ მოსულა და ახლა უკვე აღარც კი ვიცი ზღვარი რა მოსულა და რა არ მოსულა. ბიძინამ სინამდვილეში სარკეში ჩაახედა ეს საზოგადოება. ანუ არაფერი სხვა არ ხდება ამ საზოგადოებაში. ეს ამ საზოგადოებაში როგორც რუსულ საზოგადოებაში არსებობდა პრობლემები და ეს საზოგადოება როგორც რუსული საზოგადოება ეძებდა ბელადს და თუ რაღაცა ტიპის აი უკმაყოფილება არსებობს ბელადის მიმართ ეძებდა არა რაღაცა როგორ შევცვალოთ რაღაცა ბელადომანია ქვეყანაში არამედ უკეთესი ბელადი როგორ ვიპოვოთ და 4-5-95 ზოგადად ამის ის არის რა ქვია კლასიკური მაგალითია და საბოლოო ჯამში დავინახეთ ის რომ ოპოზიციას რომელსაც ჰქონდა 800,000-ზე მეტი მხარდაჭერა მათი ლიდერები ყველა პარტიიდან ფაქტობრივად დაჭერილი ან გაქცეულები არიან და ქუჩაში გამოდის 500,000 კაცი. ამან გვაჩვენა ის რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ყოლია მხარდაჭერები. ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ 72,000 კაცზე არ ვლაპარაკობ. ანუ ყველას სხვადასხვა რაღაცის გამო ქონდა დაუმსახურებლად მიღებული ეს მხარდაჭერა. აი თქვენ ვინც 4-5-95 შემოხაზეთ. სახში რა პონჩიზი ხართ. თქვენი ბელადები დაიჭირეს. თქვენს გამო დაიჭირეს. ანუ აი თქვენი თხოვდით ამ რადიკალიზაციას, თქვენი თხოვდით პარლამენტში არ შესვლას, თქვენი თხოვდით ბრძოლას, თქვენ მიგაჩნდათ ბრძოლად მაიმუნობა. და აკეზებდით ხალხს რომ გადით ქუჩაში მე ქუჩაში ვდგავარო და რატო არ დგახართ? ანუ მეტი რა უნდა მოხდეს ქვეყანაში რომ ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ლიდერი შეაგროვეს 4-5-95-დან შეყარეს ციხეში, საკანში და არაფერი არ ხდება, თითქოს იგივე ამბავია რაც გუშინ წინ იყო, არაფერი არ ხდება. ხო და ნუ მეტი რა უნდა მოხდეს რომ დავინახოთ რომ ეს საზოგადოება დეფექტურია. დეფექტი აქვს საზოგადოებას საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. სად არის ეს ხალხი? რატომ არ არის მიტინგები პირობითად საპატიმროებთან? რატომ არ არის გამოუშვით ჩვენი პოლიტიკური ლიდერები? სინამდვილეში ეს ხო ნიშნავს იმას, რომ როგორი არასოლიდარული საზოგადოება ვართ. ანუ როგორი ფარისეველი საზოგადოება ვართ, რომელიც ერთის მხრივ ითხოვს გმირობას, ითხოვს იმაზე წინა ფრონტზე დგომას, ითხოვს რაღაცას, მაგრამ ვაფშე არ არის არავის გვერდზე. არა, მე არ ვიძახი ასევე იმას, რომ ეს ხალხი ვინც დაჭერილია, რამე ტიპის მხარდაჭერას იმსახურებდა ოდესმე. მათ არანაირი საფუძველი ამით არ მოუწევდა, ხო დაუჭირეთ მხარი. ჩემთვის ხარ დაგიჭერიათ მხარი. ანუ ხალხი არის ფიზიკურ ძალაზე გადასული. მოგერევი დაგიჭერ. ხო და თქვენ რა შვებით ამ დროს? გამოდიხართ, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა და ტელევიზიაში უბრალოდ ჩართვა არ შეიძლება. ეს ხალხი რომელიც უყურებს უსამართლობას, როგორც ცემს დიდი პატარას, ვერ ბრაზდება. ვერ ბრაზდება, იმიტომ რომ როგორ გინდა გაბრაზდე ვიღაცაზე, როცა მეორე მხარეს გაკივის და ნენსი ოლანდი და მისი სადაქალო პირობითად. და არ შეიძლება მათ გვერდზე დგომა. ანუ ვინმეს თუ ჭკუ აქვს არ შეიძლება უბრალოდ მე თქვი აქციაზე ახლა დაფილტრი დეგენერატებით განანმეთქი. ყველა შეიძლება არა ვიღაც შემთხვევით ადამიანიც არის მოხვედრილი იქ, მაგრამ ანუ უბრალოდ აი ამას როგორ შეიძლება ვინმე ვერ ხვდებოდეს, რომ ახლანდელი აქციები სინამდვილეში არის ყველაზე ქოცური აქციები, რაც ვაფშე გქონია საქართველოში. და ქოცურში გულისხმობ იმას, რომ არანაირი გმირის დაბადება ამ აქციებზე ვერ მოხდება. არანაირი საფრთხე ამ აქციებიდან არ მოდის. პირიქით, თუ თქვენ ვინმე ხართ ოპოზიციის გულშემატკივარი, მე ზოგადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს აქციები ქოცებისგან იმართება. მე დარწმუნებული ვარ, რომ დაიტოვე შმაიტოვე ნენსი შმენსი, აი ამ ხალხს ყველას ქოცები მართავენ პირდაპირ ირიბად ასე ისე, შეიძლება ისე რომ თვითონაც არ იციან. არც ერთი პარტიის მხარდამჭერს იქ არ მიესვლება, არა იმიტომ რომ იქ ანგელოზები დგანან, არა იმიტომ რომ დეგენერატები დგანან. და ტელევიზორში დეგენერატობა, აი ახლა წამოეწია ხაზარაძეს. იქიდან მაინც როგორ შეიძლება ვერ დაინახოს რა დეგენერატობას აფინანსებდა ამდენი ხანი.
აი როგორ სიცრუეში აცხოვრებდნენ მოსახლეობას, რომ თითქოს იმარჯვებდნენ და თითქოს ჰა კოცები ემხობოდნენ. კოცები შეიძლება ერთ წამში დაემხონ. ოღონდ შენ არა გაქვს დღეს ამის პროგნოზირების საშუალება. ქართველი ხალხი გაბრაზდა, დაინახა უსამართლობა და გაყარა კოცები, ეს შეიძლება მოხდეს ერთ დღეში. მაგრამ შენ ხო ყველაფერს აკეთებდი ამის საწინააღმდეგოდ. ეს აქციები ხო ამის საწინააღმდეგოა. ეს ხო როგორ გითხრათ, ჩაიდანში რომ ორთქლის გამოშვების ფუნქცია აქვს ჩაიდანს. აი ხო ზუსტად ეგ არის ეს აქციები. ზუსტად ეგ არის TV პირველი. ზუსტად ეგ არის ფორმულა. უტრაკოთა ერთიანობა, რომელსაც არაფერი არ შეუძლიათ, გარდა ჭიჭყინისა, ყვირილისა და იმას რომ აგებენ თავიანთ მომხრეებს რომ წარმოადგენინონ რომ თითქოს იგებენ. ნუ აი რა ვიცი, დღეს აი ასეთ დროს, როცა ვალიდერი ზის ციხეში. როგორ შეიძლება ვერ შეთანხმდე ან არჩევნებში გასვლაზე, ან არჩევნებში არ გასვლაზე. აი რომელიმეზე როგორ შეიძლება არ შეთანხმდე? ანუ თუ კაი, მანამდე წამგებიანი ტაქტიკა იყო, იცოდი წინასწარ, რომ წამგებიანი ტაქტიკა იყო, ორი გავდივართ, ორი არ გავდივართ. ეს 100%-იან იცოდი. მაგრამ აი, მაშინ ციხეში მაინც არ ჯექი. დღეს ციხეში ზიხარ და კიდევ ვერ თანხმდები ვერაფერზე. კიდე გრიგოლი არ გაგიგდია სამსახურიდან და მისი სადაქალო. არ გაგიგდია უბრალოდ, რომელიც აი შენ ხვდები, რომ ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ციხეში ზიხარ. ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც არ ხდება არანაირი მუხტის კოორდინირება კი არა, აი გაბრაზების მოგროვება ადამიანების. ანუ ადამიანი გაბრაზდება თუ არა, გამოვარდება ჭენებ-ჭენებით, გრიგოლია გეგონება იგებენ და მაგის ისა ყვირილი, წივილი, დედას უტირებ, დაგამხობთ, არ იქნება სამართალი, არ იქნება დებილობა, გესმის? აი სრული დებილობა. კოცებმა სრული ვერტიკალი ააშენეს. არავინ არ ყავთ მოწინააღმდეგე, მარტო დარჩნენ საკუთარ თავთან. ყველაფერი გაანადგურეს და ერთადერთი თუ ვინმე ამ სიტუაციის გამოსწორება შეუძლია არის არა ეს პოლიტიკური ლიდერები, არა ეს იდიოტი ჟურნალისტები და ტელევიზიები, არამედ ქართველი ხალხი და ჩემი აზრით რაც ახლა გასაკეთებელია. აი არსებულ რეალობაზე საპასუხოდ უბრალოდ დასამთავრებელია ეს ცივილკივილი. უბრალოდ სათქმელია, რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა არის კოცებზე. ყველანაირი პასუხისმგებლობა საერთოდ და არაფერზე არ უნდა აიღოს ოპოზიციამ პასუხი. არაფერ მოგებაგია წავაგეთ უნდა თქვას. ხალხო თუ გინდათ დიქტატურა, აბატონო გქონდეთ დიქტატურა. უნდა თქვათ რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამის შეჩერება და გვიჭერენ, გვცემენ. ფული მეტი აქვს, ძალა მეტი აქვს. და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის რომ ვერტიკალის რღვევა შიგნით დაიწყოს. ვერტიკალს ამყარებს აქციები, გესმით? ვერტიკალს ამყარებს ინგა გრიგოლია. TV პირველი ფორმულა. აი ეს ცივილკივილი ამყარებს ვერტიკალს, თორე უცბად კოცებმა რო აღმოაჩინონ, აი როგორც კომუნისტებმა რო აღმოაჩინონ, მოწინააღმდეგე არავინ არ ყავთ. ხო სხვა სიტუაცია გვექნებოდა. და სინამდვილეში დღეს რაც ხდება, აი დღეს რაც ხდება, კოცები რო თავზე გავიდნენ, სწორედ ამ აქციების გამო. იმიტომ რომ დაზღვევა ეს აქციები, რომ იქ არაფერი არ მოხდება არასოდეს სერიოზული. დაზღვევა იყო პოლიტიკური ძალები და ჟურნალისტები. მე არ მესმის ვერ ვხსნი უბრალოდ რატო დაიჭირეს ეს ხალხი. ანუ ამაზე უკეთესი დამხმარე კოცებს არ ყოლიათ. და ეს შეცდომა რომ კოცებმა ეს დაიჭირეს, იმის ნაცვლად ხალხი რომ დაიჭირეს, გამოიყენო. თქვა რომ რავი, კი ბატონო, გავდივარ ვაფშე ამ თამაშიდან, ცივილკივილიდან გავდივარ, მარტო ვაკეთებ იმას, რომ ხალხო მოდი მოვემზადოთ იმისთვის, აი წარმოიდგინეთ რომ იგა გრიგოლიამ ცივილკივილი გათიშოს. იგა გრიგოლია ვერ გათიშოს, იგა გრიგოლია გასაგდებია, გესმით? ანუ წარმოიდგინეთ რომ ვიღაც ადამიანი მოიყვანოს ხაზარაძე ციხეში აზზე მოვიდეს. ხო არის რომ სულელებიც მოდიან ციხეში აზზე ზოგჯერ. სიყვაზე მოვიდა აზზე ხაზარაძე, ან ბადრი მოვიდა აზზე და თქვა რომ კაი, ამდენი ხანი რო გდიე, მე ხო რა, ამის დედაცვატერე, მოდი ახლა მე ვიტყვი რაღაცას. აი რო დესპეს რომ მომდეს ბადრის მაგალითად. და დაიწყოს მთელი პროპაგანდა, რაც ჯერ კიდე დარჩა, გადაერთოს არა ამ ცივილკივილზე. აქციების გაშუქება საერთოდ შეწყდეს. აი საერთოდ ნული ყურადღება, იგნორი სრული აქციების მიმართ და დაიწყოს უბრალოდ ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, ვინც გარეთ არის ჯერ კიდე რას შეცვლიდნენ. მეტი რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ შეწყვიტოთ წინააღმდეგობა ამ გიჟობაზე, აი კოცების გიჟობაზე, ცივილკივილი ლანძღვაგინება შეწყდეს და უბრალოდ დაიწყოს საქმიანი საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის გასაკეთებელი. კიდე უარესამდე მივალთ. რაც არ უნდა კეთილი იყოს ბიზნეს სისტემა, ხო დედას უტირებს ყველას. ბიზნესაც მათ შორის. და ნაცვლად იმისა, რომ მოვემზადოთ ამისთვის.
რომ ხალხი ქუჩაში გამოვარდება მართლა იმისთვის, რომ უსამართლობას დაინახავს, რომ ხალხი იტანჯება. ახლა კონცერტია, გესმით, ხალხს იჭერენ ციხეში და ცეკვა თამაშით შედიან ციხეში. ნაცვლად იმისა, რომ მისი მხარდამჭერები გამოვიდნენ ქუჩაში, იწავდნენ. ცეკვა თამაშით ჩვენ მაგრები ვართ, გავიმარჯვებთ, წავედით ციხეში. აი ეს ხო სიგიჟე არის. ანუ ეს როდის იყო ეს ნორმალური, რომ შენს მოწინააღმდეგეს, რომელსაც ამხობდი, რომელსაც რუსეთში უშვებდი, უცბად გიჭერს მიდიხარ ციხეში და შენ ზეიმით მიდიხარ ციხეში. და არაფერს არ ცვლი, საერთოდ. მოგწონთ ის, რომ უბრალოდ აი კოცებს ჩააბარეთ სრული ძალაუფლება, იმდენ ძალაუფლება, რომ ყველა ციხეში გაგიშვათ. ყველა ტელევიზიას ხურავს, ან რა ვიცი, რაც აწყობს იმასტოვებს, რომ მე დარწმუნებული ვარ, ეს ტელევიზიებიც იგა გრიგოლიას დახურული იქნებოდა კოცებს რომ არ აწყობდეთ. აქამდე ეს უბრალოდ იციან, რომ აწყობთ ეს დეგენერატობა, რაც გადის. ხო და რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს? ანუ ფიზიკურად ეს რამდენ ხანს, როდის უნდა მოვიდეთ აზრზე? როდის უნდა გავარჩიოთ ის ამბავი, რომ ეს ექცევა არ შეიძლება. როდემდე უნდა იბლატაოს ვიღაც დეგენერატებმა, რომელსაც პროტესტი ხელში ჩაუვარდათ. უბრალოდ აი შეხედეთ ამ ხალხს, ილოღლონს და ნენსი ოლანს 2 ბატს არანდობს ადამიანი, 2 ბატს. და თქვენ კიდე მთელი ტელევიზიები და პოლიტიკური პარტიები უბრალოდ პირში ჩაგუბებული იყავით, როცა დეგენერატები გმართავდნენ. დეგენერატები გიგეგმავდნენ კამპანიას და მე გიკვირთ. რატომ იშლებოდა მიტინგი? პოეტებს იჭერენ, წერლები აზრზე ვერ მოდიან. ხელოვნებს იჭერენ, დანარჩენი არტისტები აზრზე ვერ მოდიან, ისევ დეგენერატობას აკეთებენ. ნული კრეატიულობა, როგორ შეიძლება არტისტებს კრეატიულობა აკლდეთ? ნული, უბრალოდ ნული. გარდა ლანძღვაგინებისა, შენ საქმეს მიხედე, თეატრ სპექტაკლი დადგი, კინო გადაიღე ისეთი, რომელიც ამ რეალობას აჩვენებს ადამიანს. რა თმინდა ეს ღრიალი და აქციების ბოდიალი, რომელიცაც არანაირი შინაარსი არ გააჩნია. რაც არის ახლა გასაკეთებელი, არის ახლა იქნება პროტესტი აქციების დამთავრება. იმიტომ რომ მორჩა მაიმუნობის დრო. და უბრალოდ აი ყველაფრის ხოცებზე გადაბარება. აი მიხედეთ თქვენი დედაცვატირი. და უბრალოდ დალოდება იმისი, როდის გაბრაზდება ის ხალხი, ვინც ხოცების ამორჩეველი იყო მათ შორის, რომელსაც ბრას ინგა გრიგოლიას ბღავილი უხრობს. და იქ რაღაცა იდიოტი, ვიღაცა სტუმრებიან, ჟურნალისტებიანად, ვითომ რაღაცა ხოცებთან ბრძოლა. შეწყვიტეთ ეს. შეწყვიტეთ აცალეთ ხალხს გაბრაზება. ხალხი უნდა გავაბრაზოთ. ესმით, ხოცები აბრაზებენ ამას ისედაც და ჩვენ ხელს უშლით. მე რა, ანუ თქვენ ვინც ამას აკეთებთ, ვინც ვითომ გამარჯვებული ღრიალებთ, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობას, რომ გაყვირიხართ. აი ეს ხალხი ხელს უშლით, ხალხის საპროტესტო მუხტის თავიდან წარმოშობას. და იმ დეგენერატების მოშორებას რომ ვერ ხვდებით, რომელიც უბრალოდ სუსისგან აზიან პროტესტს.